მოკლედ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, როგორც რიგითი წალენჯი ხელი, იმიტომ რომ დღეს ჩვენ წალენჯი ხას სტუმრობს ძალიან მნიშვნელოვანი და საპატივცემულო ადამიანები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალო პაპუაშვილი, კაპიტანი ნინო წილოსანი, ვიცე-სპიკერი, გუბერნატორი, ჩემი კოლეგები დეპუტატები და მთელი სტუმრობა გვაქვს, მოკლედ დღეს წალენჯი ხაში. რატომ არის ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ პირველი რომ მათ არანაკლებ უყვართ ჩემი წალენჯი ხა, პატივცემენ და ყველა საინტერესებდა რომ სქურის ხეობა ენახათ, ის სქურის გზა ენახათ წალენჯი ხის ის მარგალიტები, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვიყავით მათ შორის სქურის ეკლესიაში, დავათვალიერეთ, მეუფე გვიწევდა მასმიზლობას, ჩვენი მეუფე გერასიმე, გახდით ასევე ფერიცვალების ეკლესიაში, იქაც ანალოგიურად მეუფემ გაგვიწია მასპინძლობა და ჩემთვის რატო არის ეს მნიშვნელოვანი? თითოეული ამ ადამიანების სტუმრობა წალენჯიხისთვის ეს არის მორიგი გადადგმული ნაბიჯი წალენჯიხის განვითარებისკენ. ეს არის პროექტები, რომელსაც ჩვენ რასაც ვამბობთ. ამ ზაფხულს ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ წალენჯიხაში ის პროექტები, რაც ხორციელდება და რაც დაწყებულია, ამის ხარდამჭერი არის პარლამენტი და საქართველოს მთავრობა. რა პროექტებია ეს? ეს არის პირველი იუსტიციის სახლი, რომელიც პროექტირება მორჩა და უკვე სავარაუდოდ ხვალანზე გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი იუსტიციის სახლზე. ეს არის პირველი საშუალო სკოლა, რომელიც პირველი ეტაპი ჩვენ გავიარეთ უკვე. Ქონდა ამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია 600 ბავშვზე გათვლილი სკოლა, რომელიც დაახლოებით 25 მილიონ ლარზე მეტი დაждდება და ესეც იცით თქვენ რომ უკვე დაზუსტებები მიდის და სადღაც 25 აგვისტოს მორჩება მთლიანად პროექტირება და შემდეგ უკვე სამშენებლო თემა გამოცხადდება. იყო ამასთან დაკავშირებით ნებათა ღელვა, გაიწელა, იმიტომ რომ თავის 20-25-დან ჯერ განათლების სამინისტროს CP აშენებდა, ის აცხადებდა ტენდერს, მერე მოხდა რეორგანიზება და შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა შესაბამის SIP-ს, სამსახურს და შესაბამისად ამიტომ ცოტა დროში გაიწელა. მთავარი რა არის, რომ ხარისხიანად, ეფექტურად და ისეთი როგორც ასე ვთქვათ, ჩვენს წალენჯიხას და წალენჯიხელებს მოეწონებათ ისეთი გავაკეთოთ. მესამე პროექტი მნიშვნელოვანი, ეს არის მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც პროექტირებას უკვე განაცხადების მიღება დამთავრდა, გამარჯვებულია კონკრეტული კომპანია, რომელიც წარმოადგენს პროექტირებას და აქაც დაახლოებით 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და წალენჯიხას ექნება სტადიონის ასე ვთქვათ ტერიტორიაზე, ესე იგი მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც იქნება ორი ბასეინი, სადაც იქნება სპორტული მოედნები, საჭიდაო მოედნები, ბოქსის მოედნები, სადაც იქნება კალათბურთის მოედნები და ერთ-ერთი გამორჩეული ასე ვთქვათ, ადგილი იქნება ჩემი წალენჯიხელებისთვის და სტუმრებისთვის მულტიფუნქციური ცენტრი. გარდა ამისა, ჩავსვით და იგეგმება ასევე სტადიონის ასე ვთქვათ, იმ მინდვრის ოდნავ გვერდზე გადატანა და ახალი მინდვრის გაკეთება და ისევ როგორც თუ არ ვცდები 800 თუ 1000 მაყურებელზე გათვლილი ასე ვთქვათ სკამები ფეხბურთის თამაშის დროს. გარდა ამისა, თქვენ იცით რომ ის ობუჯის გზა უკვე ბოლო პირველი ფენა მორჩა და მიდის უკვე მეორე ფენისთვის მზადება და ესეც სავარაუდოდ აგვისტოს თვეში დამთავრდება. გარდა ამისა, იცით თქვენ რომ ჯღალისწყალი, რომელიც ძალიან მასშტაბური პროექტი იყო, პროექტირება უკვე დასასრულს უახლოვდება და აქაც გამოცხადდება უკვე სამშენებლო თემა და ჯგალის მოსახლეობას და მიმდებარე სოფლებსაც მთლიანად, მათ შორის კანთი და სხვა დასახლებული პუნქტები, რომელიც თავიდანვე არ შედიოდა და შემდეგ დავამატეთ, უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით. და გვირგვინი ეს არის სქურის გზა, რომელიც პირდაპირ პრემიერ-მინისტრმა გვაუწყა, რომ დიახ, შემოდგომაზე დაიწყება უკვე პროექტირება, ბოლო ეტაპზე გადის და უკვე კონკრეტულად სამშენებლო პროცესები დაიწყება უკვე შემოდგომაზე, სავარაუდოდ სექტემბრის ბოლო ოქტომბრიდან. ეს არის ის მცირე ჩამონათვალი პროექტების, აქ არ მოყვები იმ ქუჩებს, რომელიც არის ის საფიფიეს ქუჩა, ასე ვთქვათ, სასარიოს რო ეძახით, ეს არის ულურია ნაკიფუში, რომელიც ულურიას ქუჩას ვეძახით, რომელიც ასევე მიდის მუშაობა უკვე კონკრეტულად
ასევე ფოთის ქუჩაზე მიდის, ასე ვთქვათ, პირველი ფენა დაიგო და გრძელდება. ასევე სტადიონები მედანში, ასევე მიქავაში, მე რაც დავპირდი ჩემს მიქავას კიდევ ერთხელ მადლობა მდობისთვის თითოეულ სოფელს, თითოეულ თემს იმ არჩევნების დროს ყველაფერი მახსოვს. არაფერი მავიწყდებოდა შესაბამისად ყველა პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. აქ თემა გვაქვს რა, რომ ზოგი პროექტირების ეტაპზეა, ზოგი პროექტი არსებობდა, მაგრამ ხდება ასე ვთქვათ, ახლიდან შეფასება, იმიტომ რომ ყოველ წამს იცვლება ფასები და რამე ლაფსუსი რო არ მოხდეს. კვარაც გზა ნაკიფუში ასევე ჩვენ ველოდებით გულედანს, კახაგულედანს, ინფრასტრუქტურის ბოდიში რეგიონალური განვითარების მინისტრს, რომელიც სავარაუდოდ ამ თვის ბოლოსკენ ჩამოვა და მასთან ერთად ჩვენ დავათვალიერებთ. ასევე ჭაბურღილის თემები აქვს, სულ 4 სოფელში გვაქვს ეს პრობლემა, წყლის პრობლემა დარჩენილი. ამჯერად ჩავდივართ ობუჯის მიმართულებით, სადაც ჭაბურღილზე დასკვნა დევს, განახლებული დასკვნა და შესაბამისად იქ თუ გაამართლა, შემდეგ დანარჩენ 3 ასე ვთქვათ სოფელში ანალოგიური მიდგომით ჭაბურღილებს გავაკეთებთ. ეს არის და ეს. ჩვენ ვცდილობთ მთელი გუნდი, მათ შორის წალენჯიხის ახალი მერი, მათ შორის საკრებულოს ახალი ხელმძღვანელობა და დეპუტატები ყველა ერთად გუნდურად მუშაობთ. არის მთელი ასე ვთქვათ, გამოწვევები, ამასაც ვახსენებ, ზოგი მეუბნება პასუხს რატო არ ცემს. არიან ვიღაცეები თვითმარქვეები, რომელიც გამოიჩეკებიან ხოლმე და რაღაც შანტაჟით და რაღაც მუქარით და პროვოკაციებით უნდათ ფონს გავიდიან. გამორიცხულია ეს. წალენჯიხას ყავს ხელმძღვანელობა, როგორც ადგილობრივ, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში, არც ერთ ნაბიჯში მე ამ შიდა საქმეებში არ ვერევი. ასე რომ, ვინც იმსახურებს, ის დაიწყეს მუშაობას. ეს ერთი და მეორე გამოცხადდება ასევე კონკურსები სხვადასხვა პოზიციებზე და შესაბამისად კონკურსის საფუძველზე მოხდება ახალი, ასე ვთქვათ, კადრების შერჩევა. ჩემი ამოცანა არის, რომ ცენტრალური მთავრობიდან ახალი დაფინანსებებით პროექტები წამოიღო, მსხვილი პროექტები და მაქსიმალურად ამით შეუწყო ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ის ახალი სკოლა, ახალ სამუშაო, ასე ვთქვათ, ახალ თანამშრომლებს ითხოვს. ის იუსტიციის სახლი, ახალ იურისტებს და ეკონომისტებს ითხოვს. ის ქუჩის მშენებლობები, რაც მიმდინარეობს და პროექტების, ხო, ისიც ადგილობრივების დასაქმებას ხმარდება, ასე რომ მე ამ მიმართულებით ვარ. და ის, ვინც გამოჩნდება კიდე 1000 კიდე იქნება, ეს გაგვივლია, ეს არ ახალია, ახალი ასე ვთქვათ, პროვოკატორები, ამას ჩემი თხოვნა იქნება არ ავყვეთ. მე ასეთი მიდგომა მაქვს, რომ წალენჯიხელებთან მიმართება შეიძლება ვიღაცები იმსახურებდნენ, ვთქვათ, რაღაც შენიშვნას ან გარკვეულ, ასე ვთქვათ, ცუდად შეფასებას მათი საქმიანობის, მაგრამ ამას არ ვაკეთებ შეგნებულად, იმიტომ რომ მე ვიცავ მაქსიმალურად და ყველამ ერთმანეთს უნდა მიუტევოთ, უნდა შეუნდოთ და პირიქით გაერთიანებული წალენჯიხა იქნება მაგალითი გაერთიანებული საზოგადოების და გაერთიანებული საქართველოსი და მე მაქსიმალურად ამას ხელს შეუწყობ ჩემ წალენჯიხაში, რომ ეს პოლარიზაცია და დაპირისპირება არ იყოს. მიორთ მანგაროდო წანთ თაშნამ და ბრელ საქმეს გვაკეთეთ ართო. აბა ჯგირორდათ. აუვარჯიშში გვაქვს ორადორი ტაძარი, რომელიც შეიძლება ითქვას ეჯიბრება ამას. ესე 4-თან და პარხალი. აი, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე და ეს არის ამ სიმაღლის 17 მეტრი არის სიმაღლე და სხვათა შორის მეუღლე რომ დაიწყო ამის აღდგენაზე ამბავი ცოტა წარმოუდგენელი რამე მეგონა ცოტა ხო აი ამ კამარების აღდგენა თუ შეძლო სირთულეებს ყველაზე რთული იყო აი ამ კამარების ერთიანობის შენარჩუნება და ეს მოხერხდა აი თავად აი კონქს ეძახიან ამას ეს კონქის სიფართოვეც და სიდიდეც ბაზილიკათა შორის ძალიან ყველაზე დიდი. ეხლა რითი არის ჩვენთვის, აი ისტორიკოსებისათვის ეს მნიშვნელოვანი. ჩვენს მეზობლებს არ ვიტყვით, თქვენ დაახლოებით მიხვდებით. ჩვენი მეზობლები კამათობენ ვინ მოიგონა კავკასიაში გუმბათი. ჩვენ თუ მათ. ნუ ჩვენ ვამბობთ ჩვენ და გვაქვს ამისი ძალიან ძლიერი მაგალითი და აი სქური ამ თვალსაზრისით არის ერთ-ერთი საუკეთესო დასტური. რატო? იმდენად კარგად არის მომრგვალებული, ჯერ მას გუმბათი თავზე არ ადგას, მაგრამ უკვე ცხადია, რომ არქიტექტორმა, ქართველმა არქიტექტორმა მომრგვალება ძალიან კარგად იცის და ამის შემდეგი ეტაპია უკვე გუმბათი. აქ გუმბათის დადგმას უკვე წინ არაფერი არ უდგას და სქური ამ თვალსაზრისით არის არა მარტო საეკლესიო მარგალიტი, არამედ ქართული არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც ჩვენ ბაზილიკიდან ჯვარ-გუმბათოვან ტაძარზე გადავდივართ. გზა, რომელსაც გადიოდა, როგორც ისტორიკოსები ბრძანებენ, აბრეშუმის გზა, ერთ-ერთი მონაკვეთი იყო და ეს იყო ადგილი, სადაც აუცილებლად ადამიანები შემოსულიყვნენ და სანთელებდა და
თავისი ამ ძალიან დიდი ისტორიული და სულიერი დატვირთვიდან გამომდინარე სკური ითვლებოდა ყოველთვის ერთ-ერთ დიდ სალოცავად სამეგრელოში. დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეწვია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის დეპუტატები და თბილისის საკრებულოს წევრები, რომლებმაც დაათვალიერეს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი და სკურის მაცხოვრიშობის სახელობის ტაძარი. სტუმრები ასევე იმყოფებოდნენ სკურის ხეობაში, მინერალური წყლის სათაო ნაგებობასთან, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებსაც პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ახარა, რომ პროექტი სკურის ავტომობილო გზის მშენებლობის დაიწყება ძალიან მალე. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მადლობა მინდა უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გვამცნო აღნიშნული პროექტის შესახებ და აქვე აუცილებლად მადლობა მინდა უთხრა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატს ბატონ ირაკლი ზარქუას აი ამ პროექტის ბოლომდე მიყვანისთვის, რომელიც ჩართული იყო პირველივე წუთიდან პროექტის დამტკიცებამდე. მეც თავის მხრივ სკურის მოსახლეობას და არა მარტო სკურის მოსახლეობას მთელ წალენჯიხას მინდა მივუღოცო მართლაც საშიშროებო პროექტის დაწყება. პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი არის სამეგრელოში. ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვეწვიეთ წალენჯიხას, რა თქმა უნდა, ეს არის მუნიციპალიტეტი თავისი ისტორიული და ბუნებრივი დატვირთვით და მნიშვნელობით, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი და პოტენციალი აქვს. ჩვენ გავეცანით ყველა იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც რა თქმა უნდა, თავად ადგილობრივი თვითმმართველობა ანხორციელებს, თუმცა ამავდროულად იმ საჭიროებებს, რომელიც არის, ჩვენ მოვინახულეთ წმინდა ადგილები და განსაკუთრებით სკურის ეკლესია, რომელიც არის უძველესი ტაძარი და რომელიც ნამდვილად გამოარჩევს ამ ადგილს, როგორც მთლიანად საეკლესიო რუკაზე, ასევე მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის და რა თქმა უნდა, ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ დავათვალიერეთ სამეგრელოს უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ადგილები და მეუფეს ხელმძღვანელობით ვესტუმროთ ყველა იმ საეკლესიო დანიშნულების ადგილს, რომელიც მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით 1700 წლის აღნიშვნის პროცესში. კათედრა ეპისკოპოსის და მარჯვენა მთავარი ამერიკა. ეს ყველგან სევის შეურჩევით. მარჯვენა მხარეს არის ეპისკოპოსის და მარცხენა მხარეს პროცესია. მარჯვენა მხარეს უკვე აღარასების მოყოლებული აკაცი იგივე მდგომარეობა არის. იმის სხვა ახლა ჩამოყალიბდა საუკეთესოა. ძალიან ნაკლებად მოიპოვება. ხო, რომელიც უთავს. სამთავში თბილი, ზაფხულში გრილი. არის ეს დასავლეთიდან აღმოსავლეთი მოკლა და აღმოსავლეთიდან დასავლეთში სამი ისახეობად წინა პერიოდის როგორ შეიძლება ის ბები თითქოს და შეცებულია. ეს არის მერე გალის ეკოლოგია. მაგრამ ძალიან მცირე მოპოვება ასაკუთრებია. ალავერდელზე. ალავერდელზე. აი ბანდაგონის წინ რო აშენებს. ზუსტად მე მგონი მანდარი, ხო, რამოდენიმე სახის ქვას იყენებს. სამწუხაროდ ამ კარიერის აღდგენა არის ძალიან დიდ თანხებთან და ფინანსებთან დაკავშირებული. არავის არ აქვს სურვილი, რომ ამ ყველა ხარჯები გაიყოს და ამ ყველა ფინანსური თანხები ჩაგვეს. 1700 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით საპარლამენტო დელეგაცია მოილოცავს საქართველოს რეგიონებს, სადაც მოილოცავს როგორც ტაძრებს, რომლებმაც სულიერ გაძლიერებასთან ერთად ჩვენი სახელმწიფო
და თვითყოფადობა შემოგვინახეს. დღეს ჩვენ ვართ არაჩვეულებრივ მხარეს წალენჯიხაში, სქურის მონასტერი მოვილოცეთ, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციები და ისტორია, არამედ თუ რამდენად ძლიერი იყო ეს მხარე, როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვისათვის, ასევე სულიერების შენარჩუნებისათვის. ძალიან მადლიერები ვართ და მე იმედი მაქვს, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც აქ არის დაგეგმილი, როგორც გზა, კიდევ უფრო მეტად გაამრავლებს აქ მრევლს, ასევე მნიშვნელოვანია სამეგრელოს, როგორც საგანმანათლებლო კერის გაძლიერება და ის სკოლები, რომლებსაც ჩვენ განათლების რეფორმის ფარგლებში ვახორციელებთ, იქნება არა მხოლოდ 7 სკოლა წალენჯიხაში, რომელიც არა მხოლოდ აგური და კედელი იქნება, არამედ იმ ჩვენი წინაპრების მისიების ღირსეული გაგრძელება. ვიმყოფებით ულამაზეს წალენჯიხაში, მოვილოცეთ მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქართულ ფონდის მეშვეობით აღდგა და მადლობა მინდა ამისთვის გადავუხადო ამ ფონდს. აქ არის სასწაული საოცარი ბუნება, არიან სასულიერო პირები, მოსახლეობა, რომელიც ძალიან დიდი რუდუნებით ინარჩუნებს ამ ძალიან დიდ საგანძურს, რომელიც ჩვენო წინაპრებმა დაგვიტოვეს. გზა არის მოსაწყობი, არის რა თქმა უნდა შესაბამისი შეპირება ხელისუფლებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომ ეს გზა გაკეთდეს, გარემონტდეს და უფრო მარტივად შეძლებენ როგორც მომლოცველები, ასევე ნებისმიერ ტურისტები მოსვლას და ამ ადგილის მონახულებას. მადლობა ამ ყველაფრისთვის საქართველოს ხელისუფლებას და ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ინარჩუნებს აი ამ დიდ განძს ჩვენი სამშობლოს. იქიდან რო იყურები კიდე ეკლესიიდან გარეთ, ცალკე როგორც ნახატი ესე ჩანს პეიზაჟი. მეუფე გერასიმესთან ერთად დღეს მის ეპარქიაში რამდენიმე ეკლესია მოვინახულეთ, მათ შორის ახლა ვიმყოფებით სკურის ეკლესიაში. მართლაც გასაოცარი არის ის კულტურული და ქრისტიანული მემკვიდრეობა, რომელიც ქართველებს გვაქვს, რომელსაც ამ ეპარქიაში განსაკუთრებით უთხილდებიან და რომელიც ჩვენთვის და მომავალი თაობისთვის ყვება იმ ისტორიას, რომელიც გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. სკურის ეკლესია კიდე ცალკე გამოსარჩევი არის მისი არქიტექტურიდან გამომდინარე და რაც თავარია იმ გარემოდან გამომდინარე, რომელშიც ის არის ჩაწერილი სკურის ხეობა, მართლაც უნიკალური ადგილი არის ჩვენი ქვეყნის. იცით რომ სკურში თავის დროზე არსებობდა კურორტი და მნიშვნელოვანი არის რომ ამ კურორტის განვითარებისთვის გაკეთდეს ყველაფერი. როგორც ცნობილი არის, იგეგმება სკურის გზის აღდგენა, პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გაახმოვა მათ შორის პარლამენტში, როცა მას ჰქონდა ძლიური ანგარიში, ამიტომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულო არის, რომ წალენჯიხა ეს კუთხე და რაც თავარია სკურის ხეობა ინფრასტრუქტურულად გაიმართება და შესაძლებლობა იქნება შემდეგ უკვე რომ ამ ხეობაში საკურორტო ზონა კიდევ უფრო მეტად გაიმართოს. ადგილობრივი მოსახლეობა პარლამენტის თავმჯდომარე. ადგილობრივები და ესე უყვართ. ეს ხეობა არ ტოვებენ. ნამდვილად ხეობით მცველები არიან. ეხლა რაც გამოვიარეთ ბატონ შალო. იქ არის ეს კერძო სექტორსა შესყიდული. აი აქ სანატორიუმი იყო თავის დროზე.
მუდიდესი ცნობილი თვითონ ეს მინერალური წყალი არის სამკურნალო არის და თავის დროზე როგორც ბორჯომი ისე იბეჭდებოდა და კიდევ უკეთესი მახასიათებლები ჰქონდა. უბრალოდ შემდეგ რომ შეისყიდეს თუ გზა არ არის, მე ინვესტიციებისგანაც თავს იკავებ. ეხლა გვერდით რაც არის 100 მეტრს ვერ ნახავთ. 10 მეტრს ვერ ნახავთ, ყველა კერძო სექტორია და ელოდება. ეხლა იქ დაწყებული აქვს სადღაც 9 მილიონი ჩადის, მაგრამ თუ გზა არ არის იქ გაგრძელება ვერ ნახა რა, იმიტომ რომ ამ გზაზე შეუძლებელი აქვს ტურისტი ჩამოვიდეს და დამსვენებელი. კიდე იქით არის რესტორანი გაიხსნა, იქაც სადღაც 300,000-ზე მეტი ჩაიდო და ასე შემდეგ, ზოგან მილიონზე მეტი და გონია რომ ეს გზა ჩვენ ნამდვილად დიდება უფას და მადლობა ოცნებას ასეთი კვაწმისის ფაქტი ისტორიულად შემართება ნამდვილად. მთელი პარლამენტი გულშემატკივრობს გზას და არიან ისეთები ყველა დასაქმებული არის და გარბიან თორემ დავსით მომწევიან მაგრამ თქვენ იმედი გვაქვს აი ხა ეს გზა უფრო აქტიურს გახდის აი ამ თქვენს ხეობას და ერთ-ერთი ნამდვილად თქვენს ყაყობი და ღირსო იწვით ნამდვილად ესაც გავაკეთებო ნამდვილად რამდენი წელია რაც ახლა ამაზე ბრძოლობ? ანუ ეს დაიწყო თავი ის არის რომ ირაკლი კობახიძე პრემიერმა თქვა რომ ეს უნდა გაკეთდეს. მანამდე მქონდა მე პრემიერებთან საუბარი, ზოგი გვირდებოდა, ზოგი უარს გვეუბნებოდა, მაგრამ ესე გადაწყვეტილად უკვე რომ პროექტირებაც მიმდინარეობს უკვე და სადღაც შემოდგომაზე როგორც ითქვა, მოკლედ დავიწყებთ უკვე იმედი გვაქვს. ხო, ასე რომ თქვენთან ერთად შემდეგ ამ გზის პრეზენტაციაზეც მოწვეულები ხართ უკვე კი, აუცილებლად და მე უკვე დროთა განმავლობაში როგორც კურორტი განვითარდება. კი ბატონო, ინვესტიციები ჩაიდო. ნამდვილი მინერალური წყალია ძალიან კარგი. სოულია მილია როგორ ეს გავა არ მოელოდეს ულამაზესი საერთოდ წალენჯი ხარ ერთი ულამაზესი სამეგრელო ძალიან გამოირჩევა ბუნებით და წალენჯი ხო კიდევ ასეთი ჯაჭვურა სამეგრელოში. უნჩაში კომწით უდგაი. და აი რაღაცნაირად გადადის. უდა თქვენ დამიღუნა მენდიდო პატოს ხოფსენце და ჯგრქიე. შარავამღუნა, კარვამღუნა. გვეგენაცვალეთ. კარგები ხართ. ზაც და ესაც რო გაკეთდება, უფრო შემიყვარდება. უკეთესები იქნება. კიდე უკეთესები. ჩვენ უკვე დამატებით ამდენი ადამიანით გულშემატკივარი შეიძინა. პრობლემები ჰქონდა ეხა იქ რო დგას, გვერდით აკაცმა თქვა. კი არ თქვა, გაიფიქრა. ეგეთი დაპირება, ბევრი მომისმენა, ნაღდივ ხართო, ნაღდები ხართო? ეგეთი. გულში ჩაწვდა ბატონო. ხო. ჩვენ ნაღდები ვართ. ჩვენ არ ამინი ვქნდება მაგის მტკიცება რომ ნაღდები ვართ. ჯერავს. ხო და ნაღდები ვართ. კიდე შემოდგომაზე დაიწყება ამ გზის მშენებლობა და ასე რომ და არის თავად. ეხა აბა იქ გავლიოთ, გავსინჯო. გავსინჯე უკვე არაჩვეულებრივი წყალი. ხო, ენერგიაზე მოყავს. ვისაც უჭის პირველი წყალი არის გზა იქნება დენი დენი არის. არის დენი არის. ბუნება არის, წვიმა არის, ზე არის. გზა გინდოდა. აგე. რატომ დავით? განდის თქვენს მოყარული ხარ საბჭოს ახლა. აგერ საჩუქრად სკურის ხეობიდან. ძალიან დიდი ყველა ერთი დაიგინა. უმეცი მადლობა. აი გვერდზე როდებს ეს ორმაგი ეფექტით არის და ეს შენ გქონდეს და შაქრული ის არის თავი აკაცია მაგარი. ოქროწყეპლარი აი თქვენ აი ჩვენ დაგვეხმარებით თუ ამას წაიღებთ იქ რეკლამას გაუწევთ და მე გვეტყვია რომ სადა ეგ იქნება და მე დანარჩენს ჩვენ აქ იმას ბატონ შალო უყურეთ ეს აკაცია მაყვალი ყველა აკაცია მაყვალი. ეტიკეტირებული ეს არის აქ სკარის ის სამი სახის ისა გვაქვს ხაფი სხვადასხვა დიახ აგერ სკურის ხეობაში და სერტიფიცირებული ნაღდი არის ევროპაში გატანილი ოღონდ სხვების მიერ თორე ჩვენ არ გაგა მიერ არა და რამდენი რაოდენობრივად რამდენი 500 ოჯახი გვყავს ჩვენ ეს თქვენ აიგეთ საჩუქრად ეს თქვენ აიგეთ შეგენაცვალეთ საჩუქრად ხო ორმაგეთით არის შენ ორმაგეთი. იცით რა არის რომ გამომდინარე იქიდან რომ დღეს ქვეყანაში მშვიდობაა და ძალიან ბევრი რეგიონი ძალიან ბევრი ის ადგილი, ის ისტორიული ადგილი, იგივე სამკურნალო ადგილები თქვათ,
საკურორტო ადგილები აღორძინების გზაზე დგას და ტურიზმი განსაკუთრებით პოპულარული გახდა საქართველოში და ელიტარული ტურიზმი კიდე გულისხმობს სწორედ კურნალობისათვის რო ჩამოდის ადამიანი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის და სქური ამ ხრივ თავისი ბუნებით, თავისი იმ წყლებით, რომელიც სამკურნალო თვისებას ატარებს და აი იმ ისტორიით, რომელიც მას გააჩნია, რა თქმა უნდა, მას ყველა პირობა გააჩნია, რომ პერსპექტივაში და ახლო პერსპექტივაში დაიბრუნოს კურორტის სტატუსი არა მარტო სახელად, არამედ თავის დამსვენებლებით, თავისი ადგილობრივი ადამიანებით, რომლებიც აქედან, რა თქმა უნდა, თავის ეკონომიკურ შედეგს ნახავენ. როგორც ვიცით, მთავრობას დაგეგმილი აქვს აქ გზის მშენებლობა, რათა მიღწევადობა იყოს და ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ამ კურორტის სწრაფ აღორძინებას.